საღამო მშვიდობის, ეს არის ქრონიკა 5 საათზე. ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. გამოშვებაში ნახავთ. განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველი მთავრობის ხდომა. დეტალები ნახეთ რამდენიმე წუთში. აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კოლეგებს დაემშვიდობა, როგორც მთავრობის ხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა თქვა, გიორგი ქობული ადმინისტრაციაში მივიდა, თუმცა მედიასთან ის არ გამოჩენილა. ჟურნალისტების კითხვებს მისმა შემცვლელმა ნათია თურნავამ უპასუხა, მას საკადრო გადაწყვეტილების მიზეზებთან ერთად სამომავლო ხედვაზეც ისაუბრა. კიდევ რაც ცვლილებებია დაგეგმილი მთავრობაში, კითხვები დღეს დაუსვეს მათაც, ვის გათავისუფლებაზე ცნობები მედიაში გავრცელდა. ნატა მახულაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. ნატა, რა განცხადებები გაკეთდა მთავრობაში? პირველ ჯერზე დავიწყებ ნათია თურნავას მიერ გაკეთებული განცხადებებით. ახალი ეკონომიკის მინისტრი ანონსებს, რომ ის იქნება მოქალაქეების ლობისტი. ეს იყო მისი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მგზავნილი. ამბობს, რომ უფრო გამჭვირვალე იქნება ეკონომიკის სამინისტრო, ითანამშრომლებს ბიზნეს სექტორთან და ასევე გაამარტირებს რიგ სერვისებს. გარდა ამისა, მან ისაუბრა ასევე გიორგი ქობულიასთან დაკავშირებითაც, თქვა, რომ მისთვის პრემიერის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა ამბობს, რომ ის იყო კარგი სტრატეგი და მის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ცვლილებები ეკონომიკაში უკვე გატარდება და მივა თითოეულ მოქალაქემდე და სწორედ ის იქნება ამ სიკეთეების ლობისტი. სწორედ ასე გამოეხმაურა დღეს ნათია თურნავა დასმულ შეკითხვებს. გარდა ამისა, თურნავას მისამართით მედიამ იკითხა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, თითქოს მას ამ თანამდებობაზე ლობირებდნენ ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი, თუმცა ნათია თურნავა ამას კატეგორიულად გამორიცხავს და რიგ მედია საშუალებებს მოუწოდებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. სიღარიბის დაძლევა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრესი რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ რჩება გადასაწყვეტი და ამას გავაკეთებთ, ეს არის ამ ეკონომიკური ზრდის, მისი სიკეთის ტრანსლირება თითოეული ოჯახის სიკეთეში. ეს დავალება მივიღებთ პრემიერ-მინისტრისგან. ძალიან მოკლე ვადები გვაქვს, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. სტრატეგიები დასახულია, ამოცანები დასახულია. მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე იყო ჩვენი თანამშრომლობა ბატონ გოგა ქობულიასთან ერთად, მე დავინახე მასში ძალიან ძლიერი ეკონომისტი, ძალიან კარგი ანალიტიკოსი, ძალიან კარგი სტრატეგი, რაც ბუნებრივია მისი გამდვილი გზიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი უცნაური სპეკულაცია მოვისმინე, წავიკითხე და სიმართლე გითხრათ, სერიოზული პასუხისგაცემა არ შემიძლია. ხა რა თქმა უნდა, თქვენ თუ გადახედავთ ჩემს შრომით ბიოგრაფიას, ის საჯაროა. თქვენ ნახავთ, რომ აი ამ წლების მანძილზე მე მუშაობდი ძალიან ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, პოლიტიკოსთან მქონდა ურთიერთობა და ცხადია, ეხლა ეს არ უნდა იყოს რაიმე სპეკულაციების და ინსინუაციების საგანი. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, თუ კი ვინმეს წარმოვადგენ მე ამ მთავრობაში, თუ კი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მე ამ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი. ეს არის რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ყველას პირდები ძალიან ახლოს მივიტან გულთან. კიდევ უფრო გახსნილები ვიქნებით ეკონომიკის სამინისტრო, კიდევ უფრო მეტად ვიკონტაქტებთ ბიზნეს წრეებთან, კიდევ უფრო გავამარტივებთ სერვისებს რიგითი მოქალაქეებისთვის და მათი ხმა, მათი ლობისტი ვიქნები მე. დღეს სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებოდა გიორგი ქობულია. სხდომის დასრულების შემდეგ ის დაემშვიდობა უკვე ყოფილ კოლეგებს. სად გააგრძელებს მუშაობას ქობული ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინაიდან მან მედიის შეკითხვებს არ უპასუხა, ის მედიასთან არც გამოჩენილა. ჩვენ ამის შესახებ გკითხეთ უკვე მის ყოფილ კოლეგებს და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მათ თანამდებობა დატოვონ. ეს არის ქეთევან ციხელაშვილი და დავით ზალკალიანი, თუმცა ამ ინფორმაციას ისინი არ ადასტურებენ და მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას უწოდებენ.
არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ არის, არც განხილულა ეს საკითხი და ვერ დაგიდასტურებ და პრემიერ-მინისტრმა მე მგონი გააკეთა შესაბამისი მაცხადება. ეხლა რაზე ისაუბრეთ, ქობულია დაგემშვიდობათ რამდენი დაწესებულება? წარმატებას ვუსურვებ მე გიორგის და დარწმუნებული ვარ რომ სადაც არ იქნება, ის იქნება წარმატებული ადამიანი. ეხლა რაზე ისაუბრეთ, რა გითხრათ, როგორ დაგემშვიდობათ? ძალიან კარგად და თბილად. რამე პრეტენზია არ ქონია? როგორ დაემშვიდობათ? ძალიან მეგობრულად, კოლეგიალურად და მადლობა გადაუხადეთ მას გაწეული საქმიანობისათვის ერთად ახალ ეკონომიკის მინისტრთან და ერთობლივად ვუსურვოთ ახალ ეკონომიკის მინისტრს წარმატებები. ხდება ინფორმაცია, რომ შეიძლება მომდევნო ჯერზე შეგეხოთ ცვლილება კიდევ ერთხელ. აჰა. ესე იგი, არ ვიცი რა ინფორმაციები ვცადდება, ერთი ვიცი მე რომ თქვენ ეს კითხვა დასვით, პრემიერ-მინისტრმა მე მგონი ძალიან ცალსახად ამომწურავი პასუხები გაგცათ. ესაუბრეთ ქობულიას, რაიმე სახის პრეტენზია მას არ ქონია მაგალითად. არანაირ პრეტენზიებზე ხა საუბარი არ ყოფილა საერთოდ. როდის გააკეთებს ან გააკეთებს თუ არა განმარტებებს გიორგი ქობულია ამ ეტაპისთვის უცნობია, ვინაიდან ის არც ქრონიკის სატელეფონო ზარებს პასუხობს და დღეს როგორც გითხარით, სახელმწიფო კანცელარიაში ის მედიასთან არ გამოჩენილა, რაც შეეხება 51 წლის ნათია თურნავასის დაბადებულია მოსკოვში. მას ძალიან კარგად იცნობენ ეკონომიკურ წრეებში, ის საკმაოდ გამოცდილი კადრია ამ სფეროში, შესაბამისად თვითონ კოლეგებიც მას ახასიათებენ დადებითად. თავად ნათია თურნავა უკვე მომავალი კვირიდან გეგმავს, რომ კონკრეტულად ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდეს და მათგან მოისმინოს ახალი წინადადებები ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებით. მადლობა, ნატა მახულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით გიორგი ქობულიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო თავად, თუმცა მინისტრთან საუბრის შედეგად. მამუკა ბახტაძის განმარტებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კარიერული გზა არის პასუხი კითხვებზე მის კომპეტენციასთან დაკავშირებით, თუმცა აქვე მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც შედეგისათვის არის აუცილებელი, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რაც მათ ჩვენ შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით. პარლამენტში ამ წუთებში სახალხო დამცველს უსმენენ, ნინო ლომჯარია დეპუტატებს საკუთარ ხედვას მოსამართლებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ აცნობს. დღესვე ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდის პროექტს კენჭ მეორე მოსმენით უყრიან. ნათია სოღულაშვილია პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ნათია, რა განცხადებები კეთდება პროექტთან დაკავშირებით? გამოსვლების დროს ოპოზიციის შეფასებები იყო იდენტური, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაცია გაითვალისწინა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის, რომ კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ ჩავარდეს. საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით ოპოზიციას მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და დღეს მმართველმა გუნდმა ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ არ გაითვალისწინა კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია. ჩავარდნილია ეს პროცესი მარტო ხართ, არავინ თქვენ მხარეს აღარ არის, ელექტორატშიც არის იმედგაცრუება და რის გამოაკეთებთ ამას, რომ უბრალოდ ვიღაცა გთხოვთ ამის გაკეთებას, საკუთარ პრინციპებზე უარი უნდა თქვათ? დღეს მიიღებთ მწვანე ვაშლს თქვენს გრუპ ჩეთში, აუცილებლად დააჭერთ ღილაკს, რომლითაც დააკანონებთ მომავალი 30 წლის მანძილზე მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის მმართველობა სასამართლო სისტემაში. საწოდავმა ვენეციის კომისიამ ჩვენთან ურთიერთობაში, განსაკუთრებულად ცხადია უმრავლესობასთან ურთიერთობაში, ეს რა დასკვნამდე მივიდა, ეს რა, ესე იგი, პოლიტიკოსები იხილა თავისთან სასაუბროდ მისული, რომ აი ასეთი უჩვეულო და არააკადემიური რეკომენდაცია მოგვცა ჩვენ. ეს ხო ფარსია ყველაფერი და თამაშია ყველაფერი. როდის დამთავრდება ნეტავი ეს ყველაფერი? აი არ ვიცი მე როდის დამთავრდება. აი მწარეთ იცინის ბატონი ბოკერია ამ დარბაზში ახლა ამჟამად და იმედი მაქვს რომ ბოლომდე მწარეთ გაიცინება. ბატონანი, დაღლილი ხართ თუ კიდე ხართ ენერგიაზე?
თუ ორდღიანი შვებულება მივლინება შეკვეთილში, დენდროპარკში ამ გაწეული შრომისთვის, 3 დღიანი. ეხლა რო გამოხვალთ, იქნებ ეხლა მაინც ამ რაღაც მოკიბის გარეშე შეაჯამოთ თქვენც, იქნებ ბატონი კობახიძეც არ დაგშურდეს, არ დაგზარდეს ბოდიში და გამოვიდეს და ბატონი მამუკამდინარეზე და ამ 4 ჩემი აზრით 4 კითხვაზე პასუხი გაგვცეთ. რატო ხარ წინამდეგი გახსნილობის კენჭისყრის? რატო ხარ წინამდეგი იმისი, რომ დასაბუთება ახდეს თან? რატო ხარ წინამდეგი ინტერესთა კონფლიქტის კაფიო გამიჯვნის? რატო ხარ წინამდეგი იმ ვარიანტის, რაც ევროპულმა საქართველოს შემოგთავაზათ? რა გაითვალისწინეთ საერთოდ ეს დასკვნა კიდევ წინ? თუ არ ჭირდება პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი სასამართლო, მაშინ რატომ უკანონეთ ამ ჯგუფს ყველაფერზე ხელის მომწერ ხალხს? პოლიტიკური დაკვეთა თუ იქნება, მარტივ მაგის აღიარება რა უნდა? პროკურატურის ყველა შუამდგომლობა რომ კმაყოფილდება და პროკურატურის ყველა ბრალდება რომ გამომტყუნებელი განაჩენით თავდება, ამის იქეთ მეტი რა მტკიცებულება მოგიტანოთ, რა აღიარება გინდა? გაიცმა კითხვა, რომელ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს დღეს სასამართლო და მან თქვა რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ყველას პატიმრობაში ტოვებს, ყველა განაჩენი იგივენაირად დგება როგორც არის საბრალდებო თურმე. დროაგერია, უკვე ისტერიაში გადაგივიდათ, იმდენად გეშინიათ თქვენი ხელმძღვანელი, საერთო ხელმძღვანელი, რომ კლანი იძახოთ ყოველ წუთში, ყოველ სიტყვაში, ყოველ წინადადებაში დავალებული გაქვს. ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს და დაგავალეს, რომ ყოველ მეოთხე წინადადებაში უნდა გაიმეოროთ. ეს არის თქვენი საერთო სახე სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ უპრეცედენტობიდან გამომდინარე, პროცედურების გამჭვირვალობიდან გამომდინარე, კრიტერიუმების სიმკაცრიდან გამომდინარე, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიამ მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა მოგცა, რომლის დიდ ნაწილს ვითვალისწინებთ, ჩვენ დაუჭერთ ამ კანონპროექტს მხარს. არავინ მოგცემთ თქვენ იმის უფლებას, რომ გავლენები გქონდეთ სასამართლოში და არავინ მოგცემთ იმის უფლებას, რომ გააჩეროთ სასამართლო. რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა სახალხო დამცველი დეპუტატებმა კანონპროექტზე მოისმინეს ნინო ლომჯარიას პოზიცია. ომბუდსმენი მიესალმება იმ ფაქტს, რომ მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2 მთავარი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ერთი გამოცდების გაუქმებას და მეორე საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის ახლებურ დარეგულირებას, თუმცა ლომჯარია მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ კიდევ ერთი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს, რაც უკავშირდება ფარული კენჭისყრის გაუქმებას. ამ საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია ცნობილი არის, ისინი ეყრდნობიან 2013 წელს ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, სადაც ითქვა, რომ ფარული კენჭისყრა გამორიცხავს ზეწოლას. ოდირის დასკვნა საუბრობს იმაზე, რომ პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. სამწუხაროდ ეს ნამდვილად ასეა. საქართველომ უნდა მიიღოს იმ მოსამართლეთა არჩევის წესი, რომლებიც 20-30 წელი იქნებიან უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები. ამიტომ ამ საკითხს უფრო მეტი დრო და განხილვა სჭირდება. როგორც აღნიშნე, არსებობს 2 უაღრესად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა შესაბამის აქტებზე მითითებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეს ორგანიზაციები გვთავაზობენ კონკრეტულ გამოსავალს. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა მივესალმო იმას, რომ განხილვის პროცესში გამოითქვა მზაობა და თანხმობა, რომ გამოცდა, სავალდებულო გამოცდა, რაც შემოღებული იქნა აღნიშნული კანონპროექტით, იქნება ამოღებული. იმედია ის დამაზუსტებელი საკითხები, რომლებიც გაჟღერდა, ასახული იქნება და პარლამენტი გაითვალისწინებს ყველა შენიშვნას. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, ეს იყო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ასევე მივესალმები, რომ აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტის და გაზიარებული იქნა კანონპროექტის ავტორების მიერ. კომისია აკრიტიკებს კანონპროექტის შემოთავაზებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით უნდა მიიღოს და მის გაუქმებას მოითხოვს. ვინაიდან ასეთი ტიპის კენჭისყრა გამორიცხავს ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას. მე ძალიან კარგად მესმის თუ როგორ გვეჩქარება ჩვენ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი თუ რა მდგომარეობა არის იქ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დაჩქარება პროცესის არ იქნება სწორი ამ შემთხვევაში. ამ წუთებში მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმი. ლომჯარიამ უნდა უპასუხოს დეპუტატების კითხვებს. დღის ბოლოს კი დაგეგმილი არის კენჭისყრა იმისთვის, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი დამტკიცდეს, საჭირო არის 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მადლობა ნათია სონღულაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენ ამ თემაზე საუბარს სტუმართან განვაგრძობთ გიორგი ვოლსკი პარლამენტის ვიცე-სპიკერია ქრონიკის ეთერში მოგესალმებით ბატონო გიორგი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის გამარჯობა მოგესალმებით. ბატონ გიორგი, ვენეციის კომისია და ის რეკომენდაციები, რომელსაც ითვალისწინებს ან არ ითვალისწინებს მმართველი გუნდი, რატომ არ აისახება კანონში ყველა რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიამ დააფიქსირა, სწორედ ეს არის კითხვა, რომელსაც ვამე თქვენი ოპონენტები და ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ერთიანი კონტექსტი იკარგება და ირღვევა პროცესი, თუ კონკრეტულ მუხლებს გაითვალისწინებს მმართველი გუნდი. რატომ არა ხუთივე რეკომენდაცია, რომელიც არის დასკვნაში. მოგესალმებით. თავიდან მინდა გითხრათ ახლა ვინც ამას თვალყურს ადევნებდა დებატებს და იმ განცხადებებს, რომელიცაც საკმაოდ ოსტატურად აწვდიდნენ ჩვენ საზოგადოებას, რაღაც ერთი შტაბ-ეჭდილება რჩება, რომ რაღაც მართლა ხო არ ხდება ისეთი, როდესაც მმართველი გუნდი გაცდა ყველანაირ ფორმატს. და არავითარი ერთიანი კონტექსტი არ არსებობს. აქ ფაქტიურად ეხლა შეიძლება უკვე ღიად ითქვას, მიმდინარეობს სერიოზული, ხელჩართული, არ ვიცი, ყველა მეთოდის გამოყენებით ბრძოლა, ომი სასამართლოს დათრევისათვის. მე მაპატიეთ ამ სლენგისთვის, მაგრამ ფაქტიურად რევანში სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა სააკაშვილი, რომელიც არ არსებობდა ერთი პერიოდი საერთოდ არც გვარებით ყვილა არ მოვიტყუოთ თავი, არანაირი გვარი იქ არ არსებობდა, არსებობდა ერთი ფორმაცია, რომელსაც რასაც ეტყოდა პროკურორი, იმას გააკეთებდა. ამ პროკურორს კიდე რასაც ეტყოდა თავარი აღსრულებელი იმპერატორი, ეს იყო რეალობა. ეხლა გაასამართლეს ამ რეალობის შემქმნელები. ამ რეალობის შემქმნელების გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილი ზის ეხლა პარლამენტში. რასაკვირველია ეს არის ყველა გზას მოიხმარენ რომ დაანგრიონის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მივახციეთ. ვაღიარებ. 2012-ში შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, მექანიზმი არ არსებობდა, არც ახლა არსებობს. მექანიზმი რომ მოსამართლეები სამსახურიდან მოხსნა. და ჯერ ეს ერთი. მეორედი ურთულესი სიტუაცია იყო ახლად მოსული ქართული ოცნება ყოველ მხრიდან. გარშემორტყმული ნაცმოძრაობით პრეზიდენტთან დაწყობილი ადმინისტრაციაზე, ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დამთავრებული და დღეს მოვედით სიტუაციამდე, როდესაც შეფასება სასამართლოს არის საკმაოდ მაღალი ევროპული დონე. პირველ 20-ეულშია დამოუკიდებლობით და არ მინდა ხა სტატისტიკა ბევრჯერ გაიგო უკვე. თუმცა ჩვენ როდესაც მინდა გამარჯვებული საქმეები და ეხლა თქვენ და დასკვნაზე თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენი ოპონენტები დაანგრევას ცდილობენ და შესაძლოა ამ დაანგრევაში ალბათ რეპუტაციისათვის ჭრდილის მიყენებას გულისხმობთ, თუმცა ვენეციის კომისიის როლს რო დაუბრუნდეთ და იმ დასკვნას, რომელიც გამოქვეყნდა და სწორედ ამ პუნქტების მიხედვით ოპონირებენ თქვენი ოპოზიცია, ასე ვთქვათ, სწორედ ამ პუნქტების მიხედვით ოპონირებენ ისინი თქვენთან. გავიგე, მაგრამ ამ შესავალის გარეშე თქვენ მსმენელს და არა თქვენ მაგალითად ამ თქვენი ტელევიზიის რომელიმე მესვეორს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამბობენ რომ ეს კომპლექსია შენიშვნები, რომელიც უერთმანეთოდ ვერ იარსებებს, ეს არის დიდი ბლეფი და ტყუილი. არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ კატეგორიულად აუშვებელია რომ იყოს თქვათ ეს კანდიდატი უმაღლეს უზენაეს სასამართლოში ასარჩევად თვითონ მონაწილეობდეს პროცესებში. ან ხმას აძლევდეს, ან გამოკითხვებში ღებულობდეს მონაწილეობას და მისაღებია ეს წინადადება. მე არ მესმის, მე არა ვარ, მე წინააღმდეგი ვიყავი პირადად და არა მე მარტო. რომ აი სასამართლოს იმისი გამოცდების თემა დღის წესრიგიდან მოგვეხსნა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი იმისათვის, რათა იქ ღირსეული მოვიდეს. და დავთანხმდით, იმიტომ რომ ვენეციის კომისიის რჩევამ მნიშვნელოვნად განაპირობა, თუნდაც ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ოღონდ მე გარანტია მჭირდება, რომ ის ფილტრები, რაც დაყენებულია, ეს ფილტრები იქნება მნიშვნელოვანი და გამოცდის გარეშე
იმ არჩეულ მოსამართლეს ექნება ავტორიტეტი. ესეც გაითვალისწინებთ, თუმცა ის რაც არ იქნა გათვალისწინებული ბატონო გია, ანუ ამ შემთხვევაში რა არის თქვენი არგუმენტი? მაშინ რატომ გახდა, ანუ ვენეციის კომისია ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, ასე რომ ერთიან კონტექსტში განიხილავს და დასკვნასაც ამის საფუძველზე აქვეყნებს, სწორედ ეს იყო არგუმენტი თუ რატომ მოხდა პოლიტიკური შინაარსის რეკომენდაცია ამ დასკვნაში, ის რომ სწორედ კონტექსტიდან გამომდინარე გასცემს რეკომენდაციას ვენეციის კომისია, მაშინ რატომ მოხდა ის მუხლები, რომელიც არ არის საჭირო რომ გაითვალისწინოთ ეს რომ აგვიხსნათ? ხო, ეგ ყველაზე საინტერესო ეგ არის შეკითხვა, მაგრამ არის თუ არ უპასუხეთ თვითონ კონტექსტში რას წარმოადგენს, თქვათ რეკომენდაცია, რომელსაც ვერ ვითვალისწინებთ, მიხვდებით რომ 2014-ში იგივე ვენეციის კომისია კატეგორიულად მოითხოვდა, რომ კანონში შესულიყო ისეთი ფორმულირება, ისეთი პრინციპი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ღია კენჭისყრას, იმიტომ რომ კუბლაშვილის დროს და სააკაშვილის დროს ღია კენჭისყრა იყო სწორედ მექანიზმი, რითიც მართავდნენ სასამართლოს. ეხლა წარმოგიდგენიათ, სასამართლო თქვათ, მიიღო ამ უშველებელ ტრაგედიაზე გადაწყვეტილება ამ სარალიძის მკვლელობაზე. ამ აი უშველებელი ტრაგედია, თქვენ წარმოგიდგენიათ თვითონ, აგერ ჩემი ფანჯრების ქვეშ ხდება ეს ყველაფერი საპროტესტო. მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ თუ უშვებთ რომელიმე, რომ შეიძლებოდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება ერთ დროს და ეს ხალხი, ვინც ეხლა ასეთ არ დაუშვებდა, იმ მოსამართლეს მოჭრიდა თავს და არც იყო მოსაჭრელი, არც დაუშვებდნენ ეგეთ რამეს. დღეს ამბობენ ამას, რომ თურმე ღია კენჭისყრა არის, იცით საჭირო. ღია კენჭისყრის დროს თვითონ დახურული კენჭისყრა არის გარანტი იმისა, რომ ვერ მოხდება იქ საქმის ჩაწყობა და მე საზოგადოება თქვენც აქ არა ხართ. ხო მოვა ბოლოს და ბოლოს პარლამენტში ეს კანდიდატურები. მე 300 კანდიდატურიდან, შეიძლება მეტიდან, შეირჩევა 45. 45-დან შეირჩევა 18. ეს პროცესი ხომ მიმდინარეობს ადამიანებმა, ვინც შემოიტანეს თავის საქმეები, ვისაც უარი უთხრეს, ვინც შემდეგ ეტაპზე გადაიყვანეს, ეს ხო საზოგადოებისთვის ყველა ცნობილი იქნება. ეს ხომ არ დაიმალება. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ. დიახ, ბატონო გიორგი, აქვე კითხავთ, რადგან ახსენეთ 18 ადგილი შეივსება, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ცხადია და ამაზე არავინ აღარ კამათობს, რომ ორგანულ კანონში შეიძლება ვერ აისახოს ის, რომ დაუშვათ თქვენ მოსამართლეების ვაკანტურ თანამდებობას ერთიანად შეავსებთ 18 პოზიციას თუ ეტაპობრივად, ეს ცხადია კანონში ვერ ჩაიწერება, თუმცა როგორი არის საბოლოოდ მმართველი გუნდის პოზიცია ამაზე, იმიტომ რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყოს, რომ ეტაპობრივად თუნდაც ნაწილი შეივსოს მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემადგენლობა შეიცვლება. აი ამაზე როგორი არის საბოლოოდ მმართველი გუნდის პოზიცია, გაითვალისწინებს თუ არა პოლიტიკური შინაარსის რეკომენდაციას? ახლა შეიძლება დროში შეზღუდულები ვართ, მაგრამ არ შეიძლება ეს არ ითქვას. ესე იგი, ნაცმოძრაობა და ახალი ნაცმოძრაობა თუ მაგ პრინციპით მიდის და კატეგორიულად მოითხოვს და თავს იკლავენ, რომ აი ესეთი აუცილებლად გათვალისწინებული იქნეს, ეს არის იმის მცდელობა, რომ დაანახო ხალხს, ესენი რომ მოვლენ, დანარჩენს ესენი შეავსებენ. ანუ ადამიანება, ვინც სასამართლო მიწასთან გაასწორეს. ფაქტიურად დღეს გვეუბნებიან, რომ რაღაცა გარკვეული ნაწილი უნდა ჩვენ ვეუბნებით, არა. ორივემ, თქვენს და ჩვენს, მოდით შევავსოთ. სასამართლო კატეგორიულად ძალიან ცუდი მდგომარეობა ანუ ფიქრობთ რომ 18-მე ვაკანტური ადგილი უნდა შეივსოს ბატონო გიორგი რომ დავაზუსტოთ მე არ ვიცი შეიძლება ეგეთი ვერ მოხდეს შეიძლება ვერ მოხდეს და რაც შეიძლება ღია კენჭისყრაზე გაინტერესებდათ ეს ღია კენჭისყრა და შემდეგ თავის გადაწყვეტილება თუ არ მოეწონება კანდიდატს იმისი გასაჩივრება ხალხისთვის ისია მიწოდებული რომ აი ესეთი კეთილი ადამიანი დაიჩაგრა და საწავიდეს ვის მიმართოს და თურმე უზენაესი სასამართლო რომელშიც დღეს 7 წევრია 6000 საქმე აქვს წარმოებაში და ვერ წვდება და სისხლის სპეციალისტი მხოლოდ ერთია და ეს აქედან 3 კაცი დაჯდება და განიხილავს ამ 300 400 500 იმას ეხლა ისე უტრირებაც არ მინდა გამომივიდეს ამას განიხილავს ყველაფერს
და რატოა ის მერე წავა შეტევა იმ სამოსამართლეზე რომ თურმე ესენი არიან მოსყიდულები ბიძინა ივანიშვილზე შეტევა მერე ნახეთ თქვენ ეს რატოა იცით ყველაფერი რატო კეთდება რომ ჩაიშალოს საერთოდ რომ მოიშალოს სასამართლო რომ ჯიბეში ჩაიდონ სიტუაცია რომ აერიოს ქვეყანა მე აბსოლუტურად ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე ვინმესთან ჩემ კოლეგებთანაც არ მილაპარაკია სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ არავითარი სხვა მიზეზი ამ კანონის დაწუნების არ არსებობს და თქვენ რაც გკითხეთ ბოლოს რატომ არ შეიძლება რომ ხო რატომ არ მე გებიცებით ხარს უჭერ შეიძლება ეგეთი რამე გაკეთდეს მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე ამის ყოველგვარი სამართლებრივი ბერკეტი მოშლილია ჯერ ესეთი მეორეცეთი ვერ დაგეთანხმებით კი არა არ არის ალბათ არ იცნობ დოკუმენტს ეს არ არის მთავარი მოთხოვნა ეს არის დამატებითი ეს ეგრეთ წოდებული თქვათ ესე დავარქვათ კეთილი სურვილები რომელსაც ვენეციის კომისია იმიტომ გვაძლევს რომ ერთმანეთში დაპირისპირების ეს ხარისხი არის. დიახ, მე სწორედ ეს ვახსენე, რომ ორგანულ კანონში ეს ვერ გაიწერება, თუმცა არის რეკომენდაცია, რომელიც მესამე სექტორში განსაკუთრებულად გამოყენს და მათ შორის თამარ ჩუგოშვილმაც განაცხადა, რომ ის, რომ ყველა ვაკანტური პოზიცია შეივსოს, შესაძლოა თქვენი სახელმწიფო გუნდისთვის იყოს ტვირთიც ყველაფერთან ერთად. იზიარებთ თუ არა ამ პოზიციას, რომ არის პასუხისგებლობა ძალიან დიდი და ეს პასუხისგებლობა შესაძლოა მოგვიანებით უკვე შემდეგ პოლიტიკური ფასი მიეცეს ამ ყველაფერს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ხალხმა თამარმა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლოს და ბოლოს აგერ გამოდიან ჩვენი ოპონენტები და ამბობენ, რომ აიღებენ და ისეთ კანონს შემოიტანენ იმაზე, თუ გაიმარჯვეს. სასამართლოზე რომ ქირურგიული ჩარევას გააკეთებენ, დაშლიან, მეშლიან, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავისი ხალხი მოიყვანოს სასამართლოში. ამის თუნება ჩვენც იყო, ჩვენ გუნდშიც იყო 2012-ში. მაგრამ არის სტანდარტი, რომელიც შეესაბამება ერთ მთავარ პრინციპს, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული და ყველა ის მონაცემი, რითიც ჩვენი სასამართლო დღეს ფასდება, იყოს შენარჩუნებული. და ერთი кейსი მაინც ვინმე მოიტანოს, იგივე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სადაც სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სადაც სასამართლომ დაარღვია ან მთავრობის ინტერესები გაითვალისწინა. დღეს აგერ ჩემი მეგობარი აცეთქმის ნაცნობია, კარგი ნაცნობი, რომელიც არანაირად ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერი არ არის და წერს Facebook-ზე მიქელთაძე მგონი. ვიცნობ, ფესო ქვია სახელად. და წერს რომ აგერ მე კი გასაგებია, მაგრამ სამი საქმე მქონდა მთავრობის წინააღმდეგ და სამივე მოვიგე. და ესეთი მაგალითები უამრავია. ეს არის მთავარი შესაფასებელი კრიტერიუმი და არა ის, ვინ მოეწონება არასამთავრობო ორგანიზაციას იმისათვის, რათა პოლიტიკური პლატფორმიდან შეგვიტიონ დღეს. და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, საზოგადოებას ნუ ექნება იმისი განცდა, რომ ჩვენ რაიმეს ისეც გავაკეთებთ, რომ ჩვენ მომავალ თაობას შეუქმნათ ამ ქვეყანაში პრობლემა. თუ არა და აქ არის ხალხი, აქ არის საზოგადოება და ბოლოს და ბოლოს საზოგადოება ჩვენ კი ვირჩევთ სასამართლოს, მაგრამ საზოგადოება გვირჩევს ჩვენ და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას თუ არ იქნება რეზულტატი იქიდან დადებული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პასუხობდა ქრონიკის კითხვებს. სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმპიჩმენტს მხარი ბორდის 5 წევრიდან 4-მა დაუჭირა. თავად ნათია კაპანაძე პროცესს მართულს უწოდებს და ბრძოლის სამართლებრივი გზით გაგრძელებას აანონსებს. ბორდის წევრები ამბობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის მოპოვება მარტო ნათია კაპანაძეს არ უკავშირდება და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ საფრთხეს ხედავს მესამე სექტორი. მე ვიცი ერთი რამ, რომ
რომ ტელევიზიაში იყო ძალიან ბევრი პრობლემა და არის ძალიან ბევრი პრობლემა. Რა თქმა უნდა, ეს პრობლემა შესაძლებელია ჩვენ მივიჩნიოთ ნაკლებად მნიშვნელოვანი, ნაკლებად ღირებული, მაგრამ დღეს მე ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს, მას სჭირდება გამოსწორება და ის უნდა იყოს გამოსწორებული, რაც შეიძლება უახლოეს ხანში. ეს არის, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, რომ მიდის საუბარი, ეს არ მგონია იყოს დასაბუთებული. ნამდვილად ქონდა გარკვეული მიმართულებით წარმატებები და ეს წარმატებები უკავშირდებოდა შრომას და მის პრინციპულ პოზიციებს, უკავშირდებოდა გარკვეული გუნდის მოწადინებასა და დიდ მონდომებას. ეს ნამდვილად ქონდა ამავდროულად პრობლემების მოგვარების შესაძლებლობები იყო საბჭოს მუშაობის ფორმატში, საბჭომ როგორც ჩანს ვერ უზრუნველყო პრობლემები იმ ფორმატში გადაეწყვეტა, რა შესაძლებლობებიც მას ჰქონდა. ეს არ უკავშირდება არც ერთ შემთხვევაში სარედაქციო დამოუკიდებლობას და სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში. ამის ადარაჯოზე მე მჯერა, აქამდე მჯეროდა, რომ საბჭოს ყველა წევრი იქნება და ეს ჩვენს ყველას ინტერესშია. შესაბამისად დღეს, რასაც ვხედავთ, ეს არის უბრალოდ შიდა პრობლემების გამოძახილი. მაშინ როდესაც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დირექტორის იმპიჩმენტი იყო, ჩემმა ორმა კოლეგამ კენჭისყრაში მონაწილეობაც ვერ გაბედა, მაგრამ დღეს ისინი გაბედულები აღმოჩნდნენ და დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტს, რომელიც ჩემი აზრით არ იყო საჭირო და არანაირად არ იმსახურებდა დირექტორი იმპიჩმენტს. მაშინ როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით ხარ საქართველოში, ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად ეს შედეგიც. რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევით. თუმცა შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მე მომიწევს კიდევ ერთი პროცესი ვაწარმოოთ დირექტორის იმპიჩმენტისგან დაცვის. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში საკუთარ თავს დავიცავ. მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო. საკითხი დღეს მთავრობის ხდომაზე განიხილეს. წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 152 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. ახალგაზრდები მომზადებას გაევლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. მათ ყველა ხარჯს, მათ შორის საცხოვრებლის გადასახადს სახელმწიფო უფინანსებს. დავიწყეთ საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდებისთვის. მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ჩვენი 152 აბიტურიენტი. აბიტურიენტები მომზადებას გაევლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. ჭავჭავაძის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების დროს 2 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს ხიმიჩ სერვის 2-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ადგილზე ჩატარებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა დაწესებულ სტანდარტებს და მთავრობის დადგენილებას. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს ხიმიჩ სერვის 2-ის დირექტორს. მე აქვე გეტყვით, რომ უბედური შემთხვევა ყოფილი ლეჩკომბინატის შენობასთან 31 მარტს მოხდა. საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა გარდაიცვალა. TBC ბანკის ლონდონელმა აქციონერებმა ხაზარაძეს კრედიტის დაბრუნება მოსთხოვეს. ამის შესახებ ცნობები მედიაში ვრცელდება. სხვადასხვა სააგენტო წერს, რომ TBC ბანკმა სასამართლო სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართებული ცნობილი 17 მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა. როგორც ცნობილია, TBC-დან ოფშორულ ანგარიშებში გადარიცხული 17 მილიონი დოლარის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობს. ახლა კი გავრცელებული ინფორმაციით, თავად TBC-ის უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ასევე ბანკის ტოპ მენეჯერი პაატა ღაძაძე მართავს, თანხა დააბრუნოს. გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. მისი განცხადებით, ეს არის დეზინფორმაცია და აქციონერებს თანხა არ მოუთხოვიათ. აბსოლუტურად არ შეფერება სინამდვილეს მოგონილი ინფორმაცია, სულ არადაირი საფუძველი მას არ აქვს, არადაირი სიმართლეს დაკავშირი არ აქვს. გავრცელეს ალბათ. რაღაც 1000 ჭორი ვრცელდება და ერთ-ერთი ისაა.
ვარკეთილში ლიბერტი ბანკის დაყაჩაღების დროს დაშავებულები ბანკის მომხმარებლები არიან, მათი მკურნალი ექიმის განცხადებით ორივე პაციენტს დაზიანებები ბლაგვის საგნით თავის არეშში აქვთ მიყენებული. შემთხვევა მესამე მიკრორაიონში სუხიშვილის ქუჩაზე დღის 12:09-ისათვის მოხდა, ჯერჯერობით უცნობია დამნაშავებმა შეძლეს თუ არა ბანკიდან თანხის წაღება. სამართალდამცველებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ჩვენთან მოყვანილი არის ორი ქალბატონი ბანკიდან მათი გადმოცემით უცნობმა ორივეს კეფის მიდამოში ჩაარტყა გაურკვეველი სავარაუდოდ ბლაგვის საგანი. ამ ტრაუმის შედეგად ერთ ქალბატონს აღენიშნება კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობა, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, გაიკერა ეს ჭრილობა, ხოლო მეორეს აღენიშნება ასევე კეფის მიდამოში ოღონდ კანქვეშა სისხლ ჩაქცევა, კანქვეშა გემატომა. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა გიორგი შენგელია 67-ე საოლქო კომისიაში მისივე საარჩევნო შტაბის უფროსთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მივიდა. მერობის კანდიდატმა ყურადღება ინფრასტრუქტურის და სოციალური მიმართულებით არსებულ ხედვაზე გაამახვილა. ოფიციალურად დავრეგისტრირდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატად. მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში ზუგდიდელები მიიღებენ უფრო კეთილმოწყობილ მუნიციპალიტეტს, უფრო ინფრასტრუქტურულად გამართულს, მრავალფეროვანი სოციალური პროგრამებით და სხვადასხვა მიმართულებებით. მუნიციპალიტეტს, სადაც გადამწყვეტი ძალა იქნებიან ახალგაზრდები. საარჩევნო კამპანია მთაწმინდაზეც შალვა შავგულიძეს აფხაზთა კრება მხარს უჭერს. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბჭოს წევრებს დღეს შეხვდა. მათ წინა საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და დევნილთა პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს შალვა შავგულიძემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების რუქას სიმბოლურად ხელი მოაწერა. ეს არის მეტად ქმედითი ორგანიზაცია შექმნილი დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით და არა მარტო დევნილთა პრობლემებთან, ზოგადად აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. აქვთ რამდენიმე მეტად საინტერესო და საჭირო რეზოლუცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კი იმყოფებოდა ასათიანის ქუჩაზე ყოფილი სპორტ დარბაზის შენობასთან, რომელიც ინგრევა. მოსახლეობის თქმით, ავარიული შენობა 53-მე საჯარო სკოლას ემიჯნება, რის გამოც მოსწავლეები ეზოში ვერ გადიან. კანდიდატმა მერიისაგან მოითხოვა შენობის რეაბილიტაცია, სპორტ დარბაზი სწორედ მუნიციპალური ორგანოს ბალანსზეა. სოლაკლებისთვის ეს შენობა ნამდვილად იყო სპორტის სასახლე. რომ სხვა ადგილი, სხვა სივრცე სპორტული ღონისძიებებისთვის ამ ცხოვრებს არ გააჩნდათ და არც დღეს არ გააჩნიათ. 25 წელი ეს შენობა ესე არის მიგდებული, არის გაპარტახებული, გაძარცვული და ვითხოვთ, რომ მერიამ მის ბალანსია შენობა, მერიამ მიხედოს, აღადგინოს, გაარემონტოს. ჩვენ საერთოდ არ გამოვშდებით ამ ბავშვი, თვითონ გაჭდას წითელი ლენტი, ოღონდ ეს შენობა დაუბრუნოს აქ ცხოვრებლებს და დაუბრუნოს ბავშვებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, გამოეთხოვათ საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხუბის გამო ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ქვეყნებში 1 წლის ვადით შესვლა აკრძალული ჰქონდა. მათი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამაც ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის შემდეგი განხილვა 24 აპრილს 11 საათზე გაიმართება. კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებასა და სასამართლოში წარდგენას აქვს თავისი კანონით დადგენილი წესი, შესაბამისად ვინაიდან დარღვეული იყო სისხლის დამარცხის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, შრომდგომლობის დაკმაყოფილებაზე დაცვის მხარეს ეთქვა უარი. თუ სასამართლოს არ უნდა ამ შრომდგომლობის დაკმაყოფილება, მას თავიდანვე შეეძლო ძალიან მარტივად უარი ეთქვა. რისთვის მოხდა მაშინ თვეზე მეტი პროცესის გადადება, ჩემთვის გაუგებარია. რატომღაც ცდილობენ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მოგვიანებით რაღაც მსხვერპლად, არადა ეს ასე არ არის, ყველა მსგავსი ინციდენტის პროვოკატორი ყოველთვის და პროვოცირება ხდება დათუნაშვილის მხრიდან და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გაარებს. ეს ადამიანი სრულობს. ბუქარესტში კი მე რუსეთის ნაკრებთან რაღაც ორთაბრძოლის დროს რაღაც მომივიდა ლეიბზე აჩხუბიც არ იყო ეს. მაგაზე არაფერი პრობლემა არ მქონია მაგის, ანუ ვიდეოც არის, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს.
პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებით პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნი გამოიცემა, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერები და ბრენდირებული წიგნების კარადები განთავსდება. პროექტის ფარგლებში ერთის მხრივ მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდის განახლება, მეორეს მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც ეხება ბრალდებულების თუ მსჯავრდებულების უფლებებს. გავაფორმეთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან, რაც მიზნად ისახავს პენიტენციური დაწესებულებების აღჭურვას საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული წიგნებით. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს პატიმრების უფლებების უკეთ რეალიზებას, ასევე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ახლოს და კარგად გაიცნონ ქართული კანონმდებლობა, ის ნორმატიული აქტები, რაც მათ სჭირდებათ. დღის სხვა ამბებს გაგაცნობთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ. რეკლამის შემდეგ ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია. უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა დებატებამდე 3 საათზე ნაკლები რჩება. დებატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ადგილობრივი დროით 19 საათზე დაიწყება. დებატებს ცნობილი ტელეწამყვანი ელენა ფროლიაკი წაიყვანს. მანამდე უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი კიევის ცენტრალურ მოედანზე მხარდამჭერებს შეხვდა და მათ მხარდაჭერისაგან კიდევ ერთხელ მოუწოდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. პირველ ტურში შოუმენმა ვლადიმირ ზელინსკიმ ამორჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს კი მხარი ამორჩეველთა 15.94% დაუჭირა. ბოლო გამოკითხვებით ზელენსკის 72%-იანი რეიტინგი აქვს, პოროშენკო მას 47%-ით ჩამორჩება. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ჩართვა გახდა. ამის შესახებ პარიზის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press იტყობინება. მოკლე ჩართვის ვერსიაზე საუბრობს ტელეკომპანია CNN-იც. ამ დროისათვის ხანძართან დაკავშირებით ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 40-მდე პირია გამოკითხული. 15 აპრილს გაჩენილმა ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი გაანადგურა. მალის მთავრობა გადადგა მიზეზი ეთნიკურ ნიადაგზე გახშირებული მკვლელობების გამო. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები გახდა. მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების თხოვნა გადადგომის შესახებ უკვე დააკმაყოფილა. 2012 წლის შემდეგ მალიში მშვიდობიან მოქალაქეებს ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებების სისტემატურად ესხმიან თავს. მთავრობამ თავდასხმების აღკვეთა ვერ მოახერხა. ნიკარაგუაში ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მანაგუასა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მასშტაბური საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ორტეგას წინააღმდეგ ნიკარაგუაში გასულ წელს დაიწყო. პოლიციამ ოპოზიციის ასობით აქტივისტი დააპატიმრა. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი 2019 წლის 7 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ტრადიციული ყოველწლიური მიმართვისას ბელარუსის ლიდერმა ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობას ვერავინ წაართმევს და ვერავინ გაანადგურებს. ვისაც ეს სურს, ბელარუსი ხალხისაგან დაწყევლილი იქნება, ხოლო ვინც ამის გაკეთებას ძალის გამოყენებით შეეცდება, ბელარუსისაგან საკადრის პასუხს მიიღებს, განაცხადა ლუკაშენკომ. 18 აპრილს დედამიწას 30 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა ჩაუარა. ამის შესახებ ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით ასტეროიდი საათში 20.300 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა და დედამიწას 219.000 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილზე ორჯერ უფრო ნაკლებია. ასტეროიდი 2019 GC6 დედამიწისათვის პოტენციურად საშიშ კატეგორიას მიეკუთვნება.
ჰოლივუდის დიდების ხევანში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა, ამჯერად ჰოლივუდმა პატივი ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Cypress Hills მიაგო. კარიერა ჯგუფმა ლოს-ანჯელესში გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. 30 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჯგუფმა თავისი ალბომის 20 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა. დღის ყველა ამბავი ცლად შეგიძლიათ ნახოთ იმედი ნიუზზე, ქრონიკა 5-ზე ამით დასრულებულია. ნახვამდის.